ეხლა მაგალითად აი ცნობილი ფეხბურთელები რო ვიყოთ, რომ უეინ რუნის აქვს გაკეთებული 96 წელში თუ არ ვცდები და 5 კვირაში უკვე ითამაშა. მოგესალმებით, ვიწყებთ პოდკასტს საუბრები ექიმებთან. ჩვენი პოდკასტის თემა არის ათლეტებისა და პროფესიონალი სპორტსმენების ხერხემლის დაავადებები და ხერხემლის დაავადებების როგორც ქირურგიული, ასევე არაქირურგიული მკურნალობის მეთოდები. ჩვენი დღევანდელი პოდკასტის სტუმრები იქნება ჩემი მეგობრები, გიორგი ნემსაძე, ცნობილი რაგბისტი, დავით ხარაბაძე, რეაბილიტოლოგი, ასევე დინამო თბილისის და საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ექიმი. დღევანდელი პოდკასტის იდეა დამებადა, როგორც ვთქვი, რამოდენიმე თვის წინ ვიყავი ხერხემლის კურსზე, ერთ-ერთ ხერხემლის კურსზე ამერიკაში და იქ ერთ-ერთი სექცია ეძღვნებოდა ათლეტებისა და პროფესიონალი სპორტის წარმომადგენლების ხერხემლის ქირურგიას. თუ როდის უნდა დაუბრუნდეს და რამდენ ხანში უნდა დაუბრუნდეს ამ ტიპის ოპერაციების შემდგომ პროფესიულ სპორტს, რომელი ოპერაცია არის ხერხემალზე იმის ჩვენება, რომ საერთოდ ვეღარ აგრძელებს, თქვათ, მსგავსი ათლეტი და მსგავსი ტიპის სპორტსმენი სპორტულ აქტივობას და ვფიქრობდი, რომ რაღაც მსგავსი თემაზე გამეკეთებინა პოდკასტი და ერთის მხრივ თქვათ, მე განმეხილა რაღაცა მტკიცებულებაზე დაფუძნებული მონაცემები, რომელიც მეცნიერებაზე და პუბლიკაციებზეა დაფუძნებული და თქვათ რა მონაცემებია დღესდღეობით მსოფლიოში. მეორეს მხრივ თქვათ, ყველაზე საინტერესო იქნებოდა ალბათ მომეწვია სპორტული ექიმი და რეაბილიტოლოგი და ვინ თუ არა ჩემი მეგობარი და პროფესიონალი დავით ხარაბაძე და ასევე ძალიან საინტერესო იქნებოდა მოგვესმინა იმ სპორტსმენის და იმ ათლეტის მოსაზრება, რომელიც არის პროფესიონალი ერთის მხრივ და ასევე თქვათ მსგავსი ტიპის ოპერაციასთან ქონდა შეხება და მსგავსი ტიპის ოპერაცია გაიკეთა და მსგავსი ოპერაციის შემდგომ დაუბრუნდა პროფესიულ გზას და მან ითამაშა არა თქვათ ჩვეულებრივი სპორტი, არამედ თქვათ მსოფლიო პირველობაზე შეძლო თამაში და მსგავს რესპონდენტად მოვიწვიეთ გიორგი ნემსაძე, ასევე ჩვენი მეგობარი. მას აქვს ნათამაშები საფრანგეთის სხვადასხვა გუნდში, ისეთ გუნდებში როგორც არის დომონი, მასი, მონტობა, აჟენის და ტარბის გუნდში, ასევე 2016 წელს გადავიდა ბრიტანეთში და თამაშობდა ბრისტოლში, 2018-2019 წელს უელში, ოსპრიში 95 კეპის მიენიჭა. 96 ნაკრებში 14 ლელუ აქვს გატანილი და კისრის ანუ ხერხემლის ოპერაციის შემდგომ 2019 წელს ითამაშა მსოფლიო თასი. როდესაც ათლეტს და სპორტსმენს უკეთებ ოპერაციას ქირურგის ჭრილიდან და ექიმის ჭრილიდან გააქვს რამოდენიმე გამოწვევა. ერთი ის, რომ თქვათ, უნდა უმკურნალო ძირითად დაავადებას და მოარჩინო და მას ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მისთვის. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრების ძველ სტილთან ერთად ისევ ათლეტი იყოს, ისევ პროფესიულ სპორტს დაუბრუნდეს და ეს გიორგიმ შეძლო და სხვათა შორის მათ ყველაზე მეტად ათლეტებს ყველაზე მეტად შეუძლიათ და ყველაზე მეტად ახდენენ, იმიტომ რომ მათ აქვთ ეს გამოცდილება, თქვათ, ძლიერი რეაბილიტაციის, ვარჯიშის მენტალიტეტი იმისათვის, რომ ესეთი ტრავმების მერე მოახერხოთ მოედანზე დაბრუნება, რაც საკმაოდ რთულია და ჩემს კარიერაშიც ყოფილა მსგავსი რამ, რომ ბევრმა სპორტსმენმა ვერ მოახერხა ესეთი ტრავმის მერე რეაბილიტაცია და დაბრუნება და სამწუხაროდ დაასრულეს კარიერა. პირველ რიგში მადლობა დათო, მადლობა გიორგი. მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. და იმედი ვიქონით, რომ საინტერესო იქნება ჩვენი საუბარი. დავით, შეგეკითხები პირველ კითხვას. როგორც ექიმს, რამდენად ხშირი არის შენახარ, თქვათ, რეაბილიტოლოგი, ასევე ხარ სპორტული ექიმი და ხარ დინამო თბილისის ექიმი და საქართველოს ფეხბურთის ნაკრების როგორც დიდების, თუ მხოლოდ დიდების? იყო დრო, როდესაც ახალგაზრდულ გუნდებში ვიყავ, მაგრამ ეხლა ვარ
ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი. კი ბატონო. რამდენად ხშირი არის ხერხემლის პრობლემა ამ პაციენტებში? მოდი ჩვენ კონცენტრიდე ძირითადად ვთქვათ ხერხემლის წვავეთ და ქრონიკულად განვითარებულ დეგენერაციულ დაავადებებს. და დეგენერაციულ დაავადებებს თუ გინდა შენახსენი რა არის რომ მარტივად და თუ გინდა ტრავმასაც შევეხოთ, ხერხემლის ტრავმასაც. კი ბატონო. მაგრამ ძირითადად ამაზე კონცენტრირეთ, უფრო მარტივი იქნება ალბათ ხალხისთვისაც რა. რამდენად ხშირია ერთი სიტყვით და თუ ქონია ესეთ შემთხვევები, ვისაც ოპერაცია დაჭირდა და რამდენ ხანში მოახდინეს რეაბილიტაცია და რამდენ ხანში დაუბრუნდნენ პროფესიულ ფეხბურთს. კი ბატონო. პროფესიულ თამაშებს. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის ესეთ კარგ და საჭირო წამოწყებაში. ნამდვილად საჭირო დროს, საჭირო თემა გაქვს შერჩეული, იმიტომ რომ ძალიან საჭირო ბოროტო საკითხია დღევანდელ სპორტში და ჩემთვის დიდი პატივია ასეთ ორ თავისი საქმის პროფესიონალ ადამიანთან ერთად პოდკასტში მონაწილეობა, ჩვენი სახელგანთქმული სპორტსმენი, მორაგბე და სახელგანთქმული ნეიროქირურგი, ჩემთვის დიდი პატივია. ძალიან ხშირია ესეთი ტრამვები, მინდა გითხრათ, რომელიც დაკავშირებული არის კონკრეტულად ხერხემის როგორც ტრამულ, ისე დეგენერაციულ დაზიანებასთან. სტატისტიკა რომ მოვიშველიოთ ჩვენ ზოგადი სტატისტიკა, ბანალური back pain სინდრომი, რასაც ჩვენ ვეძახით, წელის ტკივილები, მე მაინც მომიტევეთ, რომ ცოტა უფრო ფეხბურთის მხარეს ვილაპარაკებ და რაგბისტი უფრო კარგად თავის შემთხვევას აგვიხსნის, ხო? ზოგადად ჩემი გამოცდილებით ანუ სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, სადღაც back pain სინდრომი, რასაც ქვია წელის ტკივილები, სადღაც 80%-მდე, აი ფეხბურთში ყოველ შემთხვევაში და პროფესიულ სპორტში 80%-მდე ათლეტს აწუხებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა არის დაუშვათ ისეთი შემთხვევა, ან დაუშვათ პროტრუზია, ან დაუშვათ თიაქარია უკვე კლასიკური ჩამოყალიბება და შემდეგ. სადღაც 3-5% ამ სპორტსმენებიდან უკვე ჩამოყალიბებული აქვს ამა თუ იმ ასე ვთქვათ, ამა თუ იმ სიდიდის თიაქარი და ამის შემდეგ უკვე ჩვენ რითი ვაქცევთ ამას ყურადღებას, ანუ რას ვაქცევთ ყურადღებას, რომ პირველი რაც არის, რომ დატვირთვის დროს იწყება წელის ტკივილები. ისეთი ტიპის დატვირთვის დროს განსაკუთრებით რომელსაც ჭირდება ეგრეთ წოდებული აი მოხრა, გაშლა, ანუ flexion extension, რასაც ვეძახით და ეგრეთ წოდებული როტაციული ტიპის მოძრაობების დროს. აი მოძრაობების დროს, სპრინტის დროს, იმიტომ რომ ფეხბურთში მოგეხსენებათ ყველა ძალიან სწრაფად ხდება მიმართულების და აი ამ მოძრაობების დროს, ოდესაც მეუბნება ფეხბურთელი, რომ აი ამ მოძრაობების დროს წელის ტკივილი მაქვს, აი პირველი red flag-ი, როგორც ასეთი, მან გვენთება, რომ აქ ხო არ არის რამე ისეთი ან ხერხემლის დეგენერაციული დაზიანება. ამის შემდეგ თუ რა თქმა უნდა ეს სიმპტომები გაგრძელდა და უკვე ხელი შეუშვალა როგორც ვარჯიში და მისი ვარჯიშის ხარისხი და თამაში არ არის ისეთი ამ ტკივილის დროს, უკვე ვიწყებთ ჩვეულების სკრუპულოზურ გამოკვლევას, ეს ნეიროლოგიური გასინჯვა იქნება, კი ბატონო, მაგნიტორეზონანსული, რომელსაც უკვე ძალიან ხშირად ვიყენებთ და იქ თუ გამოჩნდა რამე ეგეთი პრობლემა, საერთოდ ეხლა ცოტა ანატომიაში რომ გადავიდეთ და განვიხილოთ, ხო? სულ ეს ხერხემის პრობლემა სულ არის 4 ტიპის. ეს არის ეგრეთ წოდებული ბულჯინგს, რასაც ვეძახით, როდესაც სიმეტრიულად ერთ რომელიმე მხარეს გნებავთ წელს და კიდევ კისერზე არის დისკი გამოწეული, მაგრამ ნუ ის ფიბროზული კაფსულა ჯერ დარღვეული არ აქვს. მეორე არის ეს არის ეგრეთ წოდებული პროტრუზიებს, რასაც ვეძახით, როდესაც ერთ კონკრეტულ ადგილზე არის გამოსული დისკი, თუმცა ფიბროზული კაფსულა აქაც დარღვეული არ აქვს. მესამე არის ექსტრუზია, რომელიც უკვე ფიბროზული კაფსულა დარღვეულია და უკვე შიგთავსი ბირთვი პულპოზა, რასაც ვეძახით, ის გამოსულია გარეთ და აწვება ნევრულ დაბოლებას და მეოთხე ეს არის სეკვესტრი, როდესაც მთლიანად მოწყვეტილია ძირითადად და პირდაპირ დევს, ასე ვთქვათ, ნევრალურ არხში. ამის მიხედვით ფეხბურთში ყველაზე ხშირად არის მეორე და მესამე მომენტი და ყველაზე მწვავედ ესენი მიმდინარეობს. ამის მიხედვით საკმაოდ ხშირია სტატისტიკას თუ მოვიშორებთ, საქართველოს
საქართველოშიც არის ბევრი შეიძლება არ იყოს, მაგრამ რამოდენიმე ფეხბურთელი ნამდვილად ვიცი, რომელსაც ჰქონდა მსგავს ტიპის პრობლემა და დაჭირდათ ოპერაცია. სხვათა შორის 70%, ალბათ 80%-ში ოპერაციას საჭიროებდა და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება კონსერვატულად მივუდგეთ და მე მგონი დღესაც მიმართულება აქეთკენ არის, რომ იქნებ როგორმე კონსერვატულად მოვახერხოთ ამის დაძლევა. აქ მთელი რიგი რეაბილიტაციური პროცესებია, ფიზიოთერაპია, მედიკამენტოზური მკურნალობა, შემდეგ ეგრეთ წოდებული core stability-ის ვარჯიშები, core მოიხსენებათ ეს არის ჩვენს ორგანიზმის სისტემა, რომელიც სტაბილიზაციას უზრუნველყოფს ჩვენი ტონუსის ხერხემალის, კი ბატონო, ეს არის განსაკუთრებით თუ ჩავრავთ, ეს არის აბდომინალური კუნთები, ღრმა, ეგრეთ წოდებული განივი კუნთი, ეს არის ხერხემლის შიდა ჯგუფის კუნთები, რომელიც უშუალოდ აკრავს ხერხემალს გარშემო და მის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს, ეს არის ქვევით მენჯისარტყლის კუნთები და ზევიდან დიაფრაგმა. აი ამ კუნთების გამაგრებით ფაქტიურად ჩვენ აი ხერხემლის და წელის ირგვლივ ქმნით ეგრეთ წოდებულ კუნთოვან კორსეტს, რომელიც იჭერს და არ აძლევს საშუალებას ხერხემალს, რომ ამ დისკს ამა თუ იმ გართულება რო იყოს. თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როდესაც თუ არის, რა თქმა უნდა, პროგრესირებადი ნევროლოგიური დეფიციტი, თუ არის ძალიან მწვავე ტკივილები, ისე რომ არაფერი მქონია, მე პირადად ეგრეთ შემთხვევა, რომ უმწვავესი ტკივილები, რომელსაც ფაქტიურად არაფერი არ აღუჭებს, თუ არის ეგრეთ წოდებული ყველაზე შორსასული იშვიათია, მაგრამ ეგრეთ წოდებული კაუდა ექვინას სინდრომი, როდესაც უკვე ამ რაშის კუდის ნერვების კომპრესია ხდება, იქ უკვე შეიძლება იმ დონეზე მივიდეს, რომ მე პირადად არ მაქვს ნახი, მაგრამ საქართველოშიც გამიგია ეგეთი მომენტი სხვადასხვა ექიმების გადმოცემით, რომ უკვე აი შარდვის პრობლემები დაიწყო, იქ ერექციული დისფუნქციები დაიწყო. შემდეგ აქ უკვე სასწრაფოდ უკვე ოპერაციას გეგმავს და ვაკეთებთ. რამდენ ხანში აბრუნებთ? ესე ვთქვათ, ფეხბურთში რამდენ ხანში უნდა ოპერაციაში? მოკლედ რეაბილიტაციის, მოკლედ ჩემი გამოცდილებით რა გითხრათ, ხა ოპერაცია არის ზუსტად ნახევარი საქმე. 50%. 50% მერე არის სწორი მისი აღდგენა და რეაბილიტაცია. აი თუ სოფლიო დონის აი ფეხბურთელებს განვიხილავთ, ხო? ძალიან ინდივიდუალია სხვათა შორის, მაგრამ ნებისმიერი პოსტოპერაციული რეაბილიტაცია შედგება 4 ფაზისაგან რა. აი ჯერ მოდი ამ ფაზებს გავივლი მოკლედ და მე გეტყვით მაგალითებს. მაგრამ პირველი ოპერაციის შემდეგ ეს არის პირველი 2 კვირა. სადაც ელემენტარული მოძრაობებს ვიწყებთ, უბრალოდ სიარული, რაღაც ელემენტარული მოძრაობები, რომ უბრალოდ ტონუსი შევინარჩუნოთ, და შემდეგ 2 კვირიდან 6 კვირამდე არის უკვე რაღაც სპეციფიური მოძრაობები, რომელიც უკვე შეიძლება ნელ-ნელა ჩართოთ ეს core სტაბილიზაციის ვარჯიშები, ეგრეთ წოდებული დრო ბოლომდე გავაკეთოთ ეგრეთ წოდებული range of motion, რასაც ეძახიან, რომ ამპლიტუდა ნელ-ნელა აღვადგინოთ, ეს არის სადღაც 2-დან 6 კვირამდე, ეს ხდება, მერე არის 6-დან 12 კვირამდე, სადაც უკვე სპეციფიური სახის ვარჯიშები იწყება, ეს ზუსტად ისინი, რაც კონკრეტული სპორტის სახეობისათვის არის დამახასიათებელი და სადღაც 12 კვირის მერე, ან უკვე 3 თვეა 12 კვირა ხო, 3 თვის მერე უკვე გუნდთან ერთად შეგვიძლია რომ ფეხბურთელი ჩავრთოთ. ვთქვათ, ვინც გაუკეთა ოპერაცია, ან ნეიროქირურგმა, ორთოპედმა, ხო, ამ ტიპის ოპერაციას აკეთებს, ან ნეიროქირურგი, ან ორთოპედი. იმათგან იღებთ, ვთქვათ, რამე კონსულტაციას და თუ არის რაიმე განსხვავებული მიდგომა სხვა ტიპის ოპერაციებისთვის, იმიტომ რომ 2 ტიპის ოპერაციაა მაგ დროს. ძირითადად ახალგაზრდები არიან თქვენი პაციენტები. ძირითადად ჩვენთან არის ეგრეთ წოდებული მიკროდისკოპიები ხდებია, კი, ეგენი ხდება და რა თქმა უნდა, ნეიროქირურგთან მუდმივ კავშირში, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე მუდმივ კავშირში. საერთოდ ძალიან ხშირად არის რომ პირველ ამ 2 კვირას თვითონ ნეიროქირურგი განსაზღვრავს და მეუბნება ზუსტად აი როგორი ტიპის ვარჯიშები იქნება თუ აი რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს რამე ავიცილოთ თავიდან რამე გართულებები. აი მე ნელ-ნელა უკვე ნელ-ნელა ოდესაც ვნახავთ შედეგს და დინამიკაში ვიყავ. მაგრამ დაბრუნება მაინც ინდივიდუალურია. ეხლა მაგალითად აი ცნობილი ფეხბურთელები რო ვიყოთ, რომ უეინ რუნის აქვს გაკეთებული 96 წელში თუ არ ვცდები და 5 კვირაში უკვე ითამაშა. წარმოიდგინე მიკროდისკოპია 96 წელში, როდესაც სავარაუდოდ ან ლუპით ან ყოველ შემთხვევაში ტრადიციული ოპერაცია გაუკეთეს, დიდი ჭრილობით გაუკეთეს, კუნთის დაზიანება მეტი იყო, და აი მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ ხო, მაინც 4 კვირაში დაუბრუნდა. 5 კვირაში უკვე დაუბრუნდა გუნდს. მაგრამ დაახლოებით იგივე პერიოდში ხა სტივენ ჯერარდს ჰქონდა, დიდიე დროგბას ჰქონდა და მაგაც რაღაც 3 თვე დაჭირდა. დროგბას საერთოდ 5 თვე დაჭირდა და
და აი NBA-ს კალათბურთელი დუეტ ჰოვარდია ცენტრი, რომელსაც 6 თვე იუქმა ზუსტად. 6 თვე და 6 თვის მერე, მაგრამ ესენი ყველა დაბრუნდა სპორტში და სრულფასოვნად ზუსტად იგივე დონეზე გააგრძელეს თამაში. ჰოვარდმა ისეთი სეზონი ითამაშა, რომ NBA-ს ჩემპიონიც გახდა და ლეიკერსში. ასე რომ თავარი პრინციპი არის ჩემი აზრით და ჩემი გამოცდილებით თუ სწორად წარიმართა რეაბილიტაცია სპორტსმენი და უბრალოდ შეიძლება რომ დაბრუნდეს, მაგრამ რა თქმა უნდა რეციდივებიც არსებობს მთელი რიგი გართულებები და რამოდენიმეჯერ ვნახე როგორი მომენტი თვითონ ოპერაცია იყო იდეალურად გაკეთებული, მაგრამ ნაწიბურის პრობლემა იყო. რომელიც იქ ჩამოყალიბებული უკვე ნაწიბური აწვებოდა ნერვს. გასაგები. რაც შეეხება ჩვენ გქონდა საუბარი სანამ ჩვენ ჩაწერას დავიწყებდით. არის ერთი პუბლიკაცია, მეცნიერული პუბლიკაცია იტალიაში ნეიროქირურგებისა და ფიზიოთერაპევტების და რეაბილიტოლოგების ერთობლივი სამეცნიერო, ისეთი მაღალი სარწმუნოების პუბლიკაცია, სადაც სერია A-ს 10 სეზონის ფეხბურთელებს დააკვირდნენ 10 სეზონის განმავლობაში, სადაც იყო 33 გუნდი და 1960 ფეხბურთელი. ამ ხნის 10 სეზონის განმავლობაში 0.6% დაჭირდა წელის თიაქრის ოპერაცია. ანუ ამით ის თქვა მინდა, რომ ძალიან იშვიათი არის, არ არის ხშირი, მით უმეტესად როგორც შენ თქვი, კონსერვატიული მკურნალობა ეს არის პირველი რიგის მკურნალობა. ამ ფეხბურთელებიდან 0.6% დაჭირდათ მხოლოდ წელის მიკროდისკექტომიის ოპერაცია. კიდევ უფრო ორი ტიპის ოპერაცია, ესეთი მარტივად რო ახსნათ. ოპერაცია არის, რასაც შენ ამბობ, დავით, ეს არის მიკროდისკექტომია, ანუ მხოლოდ ამოვარდნილი ფრაგმენტის ამოღება, განთავისუფლება და მეორე ეს არის ფიქსაციის გაკეთება, როდესაც უკვე ძალიან დეგენერაციული, ანუ დაცვეთილია ორ მომიჯნავე მალას შორის დისკი და მალასთან ძალიან მჭიდროდ შეხებაში არის. და ამ დროს უკვე თქვათ მალთა შორის ხტილს მთლიანად ვანაცვლეთ სპეციალურ კეიჯით და ვაფიქსირებთ. ამ დროს რეაბილიტაცია სავარაუდოდ და ეს ჩემზე კარგად შენიცი უფრო ხანგრძლივი იქნება და უფრო გვიან დაუბრუნდება პაციენტი ფეხბურთს, თუმცა აი ამ 0.6%-დან, რომელთაც სერიაში დაჭირდათ ოპერაცია, პაციენტების 90% სამთვეში დაუბრუნდა დიდ ფეხბურთს. პაციენტების დაახლოებით 2%-ს ჰქონდათ რეციდივი და რაღაც სხვადასხვა მიზეზების გამო, ვთქვათ, იმიტომ რომ ქრონიკული ტკივილი დარჩათ, დაანებეს, მხოლოდ 2%-მა დაანება რაღაც მიზეზის გამო. ანუ 98% პაციენტების აგრძელებს და 80% სამთვეში შეუძლია დაბრუნება. რეაბილიტაციის კუთხით 2-დან 5%-მდეა რეციდივი. 2-დან 5%-მდე რეციდივი. რაც შეეხება რა არის ახალი ტენდენცია დღესდღეობით. დღესდღეობით ყველაზე თუ რა თქმა უნდა ეს არის failed კონსერვატიული, ანუ ესე ვთქვათ, არაეფექტური კონსერვატიული მკურნალობა, მედიკამენტოზური მკურნალობა, ცდილობენ რომ ამ ტიპის სპორტსმენებს ისედაც ძალიან კარგი კუნთოვანი კორსეტი აქვს, ძალიან ჯამთელი ხალხი არის და ძალიან მინიჩარებით პატარა ენდოსკოპიური ოპერაცია გაუკეთონ. განსხვავებით თქვათ ფეხბურთისგან, თუ თქვათ წელის პრობლემები უფრო მეტი არის, ის რო შეაჯამეს ცოტა არის, მაგრამ სხვა სპორტისგან შედარებით უფრო მეტი არის. მაგრამ ისეთ სპორტში, როგორიც არის თქვათ თავით კონტაქტური სპორტი, და თავით კონტაქტური სპორტი ამერიკაში პოპულარული არის ამერიკული ფეხბურთი და ეს არის რაგბი. ეს არის რაგბი. რაგბი მე ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაში კარგად არის გამითარებული და ამის შესახებ ვინ თუ არა გიორგი იტყვის, მე დამავიწყდა თქმა სხვათა შორის გიორგი ასევე არის აიას მთავარი მწვრთნელი და ასევე არის 18 წლამდეთა საქართველოს მით უმეტეს თან ასევე მას აქვს აკეთებული კისრის ოპერაცია და დავასწარი თქმა რაგბისტებში და აი ამ სპორტსმენებში ვისაც თავით კონტაქტი ხშირად ხდება და მით უმეტეს თუ პირველ ხაზში უწევთ, ხშირი არის კისრის იგივე პრობლემა, მარტივად რო ახსნათ, უბრალოდ კისრის დონეზე. მაგრამ კისრის დონეზე კიდე უფრო სახიფათოა, რატო? იმიტომ რომ თუ თქვათ აქ დიდი რესურსი გაქვს კონსერვატიული მკურნალობის და რაც შეგიძლია გადადო და თუ მათ კარგი კუნთი აქვთ და არ აწუხებთ, აქ უკვე ზურგის ტვინი არის ძალიან ახლოს და ზურგის ტვინთან გაკონტაქტი და უფრო სახიფათოა. სახიფათო არის. ამიტომ აქ ბევრი კითხვები არის.
რამდენ ხანში დაუბრუნდეს, რომელი ოპერაცია არის იმის ჩვენება, რომ საერთოდ აღარ დაუბრუნდეს და წარმოიდგინე გიორგის იყო მსგავსი ვარაუდი ჩემი, წინა თქმა ესე ვთქვათ, ფიქრობდნენ ჩემ შემთხვევაშიც, რომ შესაძლებელი იყო რაგბის ვეღარ დაუბრუნებოდი. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს და მინდა აღვნიშნო, რომ ეს ტრამვა რაც მე გადავიტანე ჩვენ სპორტში არც ისე ხშირი არის, არ შეშინდნენ მშობლები, ასე ვთქვათ, ბავშვების რაგბიზე მოყვანასთან დაკავშირებით. ეს ჩვენ სპორტში, ეხლა დათომ ისაუბრა წელის ტრამვაზე. ჩვენ სპორტში თითქმის წელის ოპერაციას თითქმის არ აკეთებენ. იმიტომ რომ ჩვენთან თლიან ხერხემალზე იმხელა დატვირთვა არის, არა მარტო შერკინებაში, არა მარტო თავით რო ვაწვევით იმაში, ნებისმიერ შეჯახებაში ეს არის ძალიან დიდი სტრესი ხერხემალისთვის. მაგრამ ჩვენ სპორტში იმხელა მნიშვნელობას ვაქცევთ და ფიზმომზადება ჩვენ სპორტში უმაღლეს დონეზე არის აყვანილი, ისეთ მნიშვნელობას აქცევენ, ასე ვთქვათ, შესაბამისი კუნთების განვითარებას, რომ არც ისე ხშირი არის, მინდა ვთქვა ეს ტრამვა. ან თუ არის, არ ვიცი როგორ არის, რომ კუნთოვანი მასა იმდენად განვითარებული არის, რომ პრობლემებს მოთამაშისთვის ნაკლებად წარმოადგენს. ხო, იცავს. არა მარტო ჩვენ სპორტის რაგბის შემთხვევაში მაგალითად თუ წელის ტკივილი, ეგრეთ წოდებული წელის ტკივილი დაიწყო, ძირითადად მუშაობა მიდის უკანა კუნთების განვითარებაზე, ანუ დუნდულა კუნთების განვითარებაზე, ფეხის უკანა კუნთების განვითარებაზე და წელის განვითარებაზე. წელის კუნთების განვითარებაზე. რაც ჩემ შემთხვევაშიც მეც მაქვს მცირედი აქ არის წელის მიდამოში და როგორც კი როცა ვარჯიშობ, საერთოდ არ მაწუხებს. და როცა უკვე ესე ვთქვათ, გადატვირთული გრაფიკი მაქვს 18 წლამდე ვარჯიშები, ეს ვარჯიშები, ამ პერიოდში ცოტა მიჭირს ვარჯიშების სპეციალური ვარჯიშების გაკეთება და ცოტა-ცოტას ასე ვთქვათ, ტრამვი იწყებს ტკივილს. რაც შეეხება ახლა ჩემი კისრის ტრამვას, ესეთი რაღაც ასე ვთქვათ, არ ხდება რაგბში, შეიძლება ხდება კიდეც ერთი შეჯახებით, მაგრამ ჩემ შემთხვევაში არ იყო, რა გვემართება, იცი, მორაგბეებს და სპორტსმენებს ალბათ, მარტო მორაგბეებს. ვამუშავებ ძირითად კუნთებს, ანუ კერდის კუნთებს, ხელის კუნთებს, ფეხის კუნთებს, კარგად განვითარებული გვაქვს ეს ყველაფერი და იმდენად ფიზმომზადება რო გვეუბნება, რომ ის წვრილი კუნთები, ხერხემლის კუნთები რაც შენახსენე. შიდა ჯგუფის კუნთები. ხო, ის რო ვერ ხედავთ, ესე ვთქვათ და არ ვიცით იმას, რა შედეგი შეიძლება მოყვეს, იმდენად ცოტა ვზარმაცობთ, ასე რო ვთქვათ რა, ხა 10 წუთიანი კისრის, 10 წუთიანი არა, 10 წამიანი კისრის დაკავება ესე წონით, ხო? მერე გვერდი და ეგეთი რაღაცები ცოტა უმნიშვნელოდ მიგვაჩნია და სინამდვილეში მთავარი მნიშვნელობა, უფრო მთავარი მნიშვნელობა ეგეთ რაღაცებს აქვს. ანუ 2018-ში თუ 2019-ში გაიკეთე და 2019-ში ითამაშე სოფლიო ჩემპიონატი. კი. მიყვები თანმიმდევრობით, როგორ იყო, იცით? რო გითხრათ, რომ რაღაცა ესე მტკიოდა, ვერ ხვდებოდი რა მტკიოდა. ანუ ეს ტრამვის შედეგი იყო, ანუ ეს დაჯახების შედეგი იყო. რაღაც ეტაპობრივად განვითარდა რა, რიცი მანდაც რაღაც არ ცოდნა და საკუთარ თავთან ბრძოლა, ასე ვთქვათ, ზოგჯერ პირიქით პრობლემებს უარეს. რაღაც პატარაზე თქვა, მე რა მე ხო მორაგბე ვარ, რა ვიცი, მე ეს მიდგომა მქონდა. მორაგბეს ცოტა რაღაც სულ გტკივა, ხო? რაღაც პატარა მტკიოდ. მე ნელ-ნელა უკვე როგორ რაღაც იყო, იცი, ესე უფრო კომფორტულად გრძნობდი თავს, ვიდრე ესე თავისუფლად დამჯდარი. მე უკვე დაიწყო რომ ბიცეპსის ძალა დავკარქე, ასე ვთქვათ რა, ისეთი ძლიერი ბიცეპსი არ მქონდა, როგორც მარცხენა ხელი. რო შევატყვერო უკვე რაღაც ისე იყო, გადავიღეთ MRT კვლევა და პირველი ის იყო ექიმის, რომ შეხედა რამდენი წლის ახარო და ვთქვარი 34 წლის. შესაძლოა თავის დანებება მოგიწიოს. იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, რაღაც შიდათი აქ არის, როგორც სპინალური სკენი იყო. ეგონათ, ასე ვთქვათ, იქ ანთებითი პროცესი ყოფილა რეალურად და მიელოპათია ეგონათ, ზურგის ტვინის დაზიანება ეგონათ. მე ვნახე სურათი და ანუ მიელოპათიაზე იყო საუბარი.
თუმცა ბოდიში მიელოპათია არის ბევრი პუბლიკაციები, რომელიც მიელოპათიის მიუხედავად ითამაშეს და მაინც სოფლიო ჩემპიონები და რაღაცა ეგეთი შედეგს მიაღწია. ისეთ მაღალ დონეზე, სადაც მე ვთამაშობდი ამ პერიოდში, გუნდს ყავს ასე ვთქვათ თავისი ექიმი და გუნდის ექიმი მაქსიმალურად ყოველთვის ცდილობს, რომ ოპერაციისგან მოთამაშე არიდოს. Ну რაღაც პერიოდი გავიარეთ ეს რეაბილიტაცია, გისრის კუნთების ვარჯიში, მაგრამ უკვე თიაქ არის ესეთი. თვითონ ნეიროქირურგი როდის ჩათვალა ამ გუნდის ექიმი? ნეიროქირურგი ეგრევე როგორც თქვი რომ ხელი ესე მაქვს, ბიცეპსში ძალა არა მაქვს, ხო რაღაც ტესტები ჩამიტარა, მარტივი ტესტები ჩამიტარა ამ ორ თითში ესენი. ამ თითით ვერ დავიჭირე რომ გამოკაჩა, ამ თითით ვერ გამაშვებია. შენ უკვე მოტორული მოტორული რაგბის ტირო ვერ დაიჭერს. ხო, ამ თითით ვერ დავიჭირე და დავედით გადასაღებად. რაღაც კურნალობები იყო, ვარჯიშები სპეციალური მასაჟები. და შემდეგი ვარჯიში მოედანზე რომ დავბრუნდი, უბრალოდ გვერდიდან მორტყმის დროს ისევ ვიგრძენით კივილი და ელექტროდენმა დამარტყა ხელში, თქმა რო ვიცით, ხო? ეგეთი რაღაც და რჩევა იყო რომ თითქოს არ გავიკეთოთ ოპერაცია და როგორ პერიოდი იყო, იცი, ჩემი სარაგბო კარიერა ვიცოდი რომ უკვე მალე დამთავრდებოდა რა და 2019 წლის სოფლიო ჩემპიონატი ახლოვდებოდა. მაგრად მინდოდა ამ სოფლიო ჩემპიონატის თამაში. არა მარტო მინდოდა, ვიცოდი რომ საქართველოს ნაკრებისთვის საჭირო ვიყავი და გამოვადგებოდი და ექიმს ვითხარი რომ გავიკეთო ოპერაცია რამდენ ხანში ვითამაშებ მე. საუკეთესო შემთხვევაში 3 თვეში ითამაშებ. ხო და მე ვთქვი გავიკეთოთ ოპერაცია მეთქი და გადავწყვიტე რომ გამეკეთებია ოპერაცია და რაც შეეხება ამ ტიპის ოპერაციაზე, რაც ახლა გიორგისა გაკეთებული, მაგას ქვია ACD, ანუ anterior cervical discectomy and fusion. კი. ანუ ორი ტიპის არის, როგორც წელზე, ასევე კისერზე, ხო? ანუ fusion-ი არის, როდესაც თქვათ შერწყმას ახდენ, ანუ მალთაშორის ხტისთლიანად ამოკვეთავ და შენი მიზანი არის რომ ერთი მალა მეორეს შეერწყას რაღაც პერიოდის შემდეგ და ან თქვათ სპეციალურ იმპლანტს დააყენებ, ან ალოგრაფს ქვიან, შენ საკუთარ ძვალს გადაუნერგავ და რაღაცა პერიოდი ამას ჭირდება, რომ თქვათ ერთი მალა მეორეს შეუხოსდეს. რაც შეეხება თქვათ მე გავიარე ის პერიოდი, რაც დათომ აღნიშნა. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის. იქ ძალიან მაღალ სტანდარტზე იქნება, ხო, ფაქტია? კი, იქ რეაბილიტაციას გადიხარ გუნდის ექიმ, გუნდის ფიზიოთერაპევტთან, რა ასე რომ ვთქვა. ფიზიოთერაპევტ რეაბილიტოლოგები არიან რა. იმასაც აკეთებენ, იმასაც. მის მერე ექიმი საერთოდ აღარ მენახავს. ექიმთან კონტაქტი აღარ. ნეიროქირურგი აძლევდა, ნეიროქირურგმა გააკეთა ოპერაცია, გითხრა წადი ფიზიოთერაპევტთან. რეაბილიტაცია. ნეიროქირურგმა გითხრა, თქვა რამდენ ხანში დაიწყე ეგ მაგათ ეგ ფიზიოთერაპევტის გადასაწყვეტია? პროტოკოლი აქვს, ხო. პროტოკოლიზირებული არის, ხო. ფიზიოთერაპევტის გადასაწყვეტია, ეგ პროტოკოლი არის. ანუ შენი გადასაწყვეტი არის? კი. ამ ოპერაციის მერე შენ წყვეტ? იმიტომ რომ ოპერაციის მერე აი რეაბილიტაცია რაც ახსენა, ხო? ამ რეაბილიტაციის გასვლის შემდეგ არის მთელი რიგი ტესტები, რომელიც უნდა გაიარო და ყველგან უნდა კონდეს დადებითი. ეგ როდესაც იწყება ეს რეაბილიტაციის პროცესი და მერე როდესაც დატვირთვები იწყება, ეგრეთ წოდებული კინეზიური ჯაჭვი, kinetic chain ესე ეძახიან რა, მოკლედ ერთი რგოლით უნდა ან კუნთების სისუსტე, ან range of motion-ი, ან მოხრა, გაშლა რაღაც ერთი რგოლით თუ სუსტია, აუცილებლად რეციდივს მოგცემს მერე ისე. და ისევ გართულდება. აი ზუსტ ამას რეაბილიტაციის ვარჯიშებს ვაკეთებდი, როგორც შენ ახსენე, სადღაც ოპერაციიდან ერთი კვირა 10 დღე იყო ზუსტად არ მახსოვს ახლა 2019 წელს იყო უბრალოდ ზურგზე ვიწექი და თავს ასე ოდნავ წამოვწევდი დავდებდი ეგ იყო სულ ჩემი ვარჯიში პირველი ორი კვირა თავიდან რაღაც პერიოდი მარჯვენა მხარესაც თავს ბოლომდე ვერ ვატრიალებდი და ნუ ეგ ეს კისერზე წელზე არის უბრალოდ სიარული ექიმა მითხრა რომ ფსიქოლოგიურად როგორ არის აი მართალია ხო ანუ როცა მაგდონეზე ხარ და მაგდონეზე თამაშობ ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი ხარ და თუმცა ეხლა როდესაც დგას საკითხი რომ შეიძლება დაანებო, აი ვიღაცამ რომ გითხრას რომ ეხლა თუ ამ ოპერაციას არ გაიკეთებ ან გაიკეთებ, შეიძლება ოპერაცია ვეღარ გააგრძელო, თქვა ნეიროქირურგიული ოპერაცია, სტრესული არის. ან ფსიქოლოგია ერთვება თუ სპორტსმენში ფსიქოლოგიას და მებრძოლ ხასიათს, ასე რომ ვთქვა, მებრძოლ ხასიათს ძალიან დიდი მნიშვნელობა. დაახლოებით სანამ კისრის ოპერაციას გავიკეთებდი, 2 თვის წინ მქონდა ფეხის არა აქვს ახლა იმას მნიშვნელობა, ძალიან სერიოზული ტრავმა რა და მithres რომ შენი სისწრაფის 100%-ს ვერასდროს ვეღარ 95-90 შესაძლებელია,
მაგრამ 100%-ს ვერასდროს ვეღარ განავითარებ და კუნთის ტრავმა ქონდა სავარაუდოდ 106%. კუნთის გაგლეჯვის ტრავმა ქონდა უკანა კუნთის. ეგ რა არის? შენთვის გამოწვევაა, რომ ამ მტკიცებ რომ მე შემიძლია. ყველაფერი გამოწვევა. სპორტსმენი და ათლეტები ხო ისე გამძლე. ყველაფერი გამოწვევა არის სპორტსმენს. არც ერთი ტრავმის დროს არ ყოფილა რომ ტრავმა მივიღე და всё, მე ამას ვეღარ ვიზამთრ. რონალდო არის ხო მაგის მაგალითი რაქნა. აქტიურად ხო. ყველა იუნება ამ მეგონი ყველა ექიმა ორთოპედი მოხდა დაანებდა. მუხლის ოპერაცია მაქვს გაკეთებული 16 წლის ასაკში და ექიმა მითხრა რომ შენ სპორტს ვერ ითამაშებ. ვერ ვითამაშებ მე რას ნიშნავს ხო? ვერ ვითამაშებ მე ქუთაისში ხარ. აიაში. ქუთაისში მაქვს ოპერაცია გაკეთებული. კიდე არ არის დამთავრებული რეაბილიტაცია საერთოდ არ არსებობს. ვერ ვითამაშებ. ნუ თქვა რომ ვერ ვითამაშებ რას ნიშნავს? ვეღარ ვითამაშებ რატო? ნუ ტკივილი გექნება. ტკივილი პრობლემა არ არის, მე ვთხარი. შეიძლება ვარჯიში შეიძლება და რა, მე მგონი რაღაც ვითამაშე. ასე? ანუ რა შეეხება მეცნიერ როგორც ვთქვათ ნახეს მსგავსი პაციენტები არის რამოდენიმე პუბლიკაცია 1986-დან 2022 წლამდე ათლეტები, პროფესიონალი სპორტსმენები, ვისაც გაუკეთდა კისრის ოპერაცია. სხვადასხვა პუბლიკაციებია სხვადასხვა ქვეყანაში არის 27 პაციენტი, 40 პაციენტი, 50 პაციენტი, 80% ამ პაციენტებიდან არის ამერიკის ნაციონალური თქვათ ფეხბურთის წარმომადგენლები, მეორეზე არის რაგბი, მერე არის თქვათ კალათბურთი, ბეისბოლი, ბეისბოლში ალბათ წელის უფრო. და არის სხვათა შორის მოჭიდავეები. მოჭიდავეებში. როდესაც თავით უტყამენ თუ რაც გრავიტაციის დების დროს სახშირი არის წვავე კისრის დიაქარი. და მოჭიდავეების კისერს როგორ ავარჯიშებ? ხო, როგორ ავარჯიშებ? ნანახი, მე მგონი ეგეც ძალიან დიდი პრობლემა არის რაღაც. ნუ ახლა მე არა ვარ ჭიდაობის სპეციალისტი, მაგრამ კისერს როგორ ავარჯიშებ? იმიდან გამოცდილება რაც მე მაქვს გავლილი, ისენ კისერს როგორც ავარჯიშებენ, ვარჯიშის დროს აზიანებენ, მე მგონია კისერს ისე კისერზე ტრიალი. კი, მესმის ძლიერი კისერია, მაგრამ იქ რო მალები არის, ესეც ხო გასათვალისწინებელია. კითხავ. აი, მაგალითად, ერთი დონის ოპერაცია, რაც გიორგის აქვს აკეთებული, იმ კვლევებიდან, იმ ათლეტებიდან, ვინც ერთ დონეზე გაიკეთა, აქედან 80%-მა ითამაშა მაღალი დონის სპორტი, სხვადასხვა მიმდინარეობაში, თქვათ, რაგბში, რა ვიცი, კალათბურთში და ასე შემდეგ, 6 თვეში. 3-დან 6 თვეში. ეს იყო საშუალო როდესაც ერთი დონე ქონდათ გაკეთებული. აქედან ზოგი იყო ისეთი სპორტსმენი, რომელსაც მიელოპათიაც ქონდა. ანუ მიელოპათია ნიშნავს, რომ ზურგის თვლის ქონდა დაზიანებული, თუმცა კარგად რეაბილიტირდნენ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამბობ, რომ დააკვირდნენ, რომ გამოიკვლიან ამ ათლეტებს, ამ სპორტსმენებს რეაბილიტაციას და ანუ გამოჯამრთელების პროცესს უფრო სწრაფად გადია ვიდრე ჩვეულებრივი პაციენტები. იმიტომ რომ მათ აქვთ უკვე ამ რუტინის შეგრძნება, ამ ვარჯიშის კულტურა, ესე რომ ვთქვათ და გამძლეობა. ფსიქოლოგიური მზაობა ყველაფრისთვის და არა მხოლოდ ფსიქოლოგიური მზაობა. ჩვენ ვიცით როგორ დავიცვათ სპორტული ცხოვრების დისციპლინა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არა მარტო კისრის, ამაზეც ხო 3 თვეში დავუბრუნდი, ხო 34 წლის ვიყავი, უკვე 35-ის ხდებოდი. ახალგაზრდა მოთამაშე არ სპორტში რო ვთქვათ, უკვე ბებერი მოთამაშე გქვია რა, 35 წლის ვეტერანში. ხო, ნუ ვეტერანი, ჩვენ გვაქვს ორი ცხოვრება, სპორტი და სპორტი. ზოგჯერ ვამბობთ, რომ დაბერდით და რა დაბერდი 35 წლის ხარ, მაგრამ ორი ცხოვრება გვაქვს რა, სპორტის და სპორტის მერე ცხოვრება. სპორტისთვის, ასე ვთქვათ, ვეტერანი ხარ იმ დროს. და ზოგადად რეაბილიტაციას არა მარტო ვარჯიში, სპორტსმენის კუთხიდან ჭირდება მაგარი მზაობა. კვება, ძილი, აი ყველაფერი. კვება, ძილი, ნივთიერებათაცვლა ამ თავარი სპორტსმენისთვის ორგანიზმში და როდესაც ახლა ტკბილს არ ჭამ, დროულად იძინებ, პუშს არ ჭამ, ასე გლუტეინებს არ ჭამ, ეგეთ რაღაცებს, ეს რა თქმა უნდა რეაბილიტაციაში გეხმარება. აი ეს ფეხის მძიმე ტრავმა რო ვახსენე, 2 თვე ნახევარი იყო პროტოკოლი მოედანზე დაბრუნების და 2 თვეში თამაში ვითამაშე. მაგარი. ერთადერთი კითხვა მანდ რაც არის ხოლმე. აი რაც თქვათ კონტროვერსიალური არის და ესეთი საკამათო არის, როცა 2 დონე და მეტი აქვს. მეტი ხა იშვიათია ძალიან, მაგრამ 2 დონე როცა არის, აქ უკვე
კონსენსუსი არ არის ექიმებსა და რეაბილიტოლოგსა და თქვა სპორტულ ექიმებს შორის გააგრძელოს თუ არა. აქ უკვე მაინც თვითონ სპორტსმენის გადასაწყვეტი არიან იქაც რაღაც პროცენტობა, რომელმაც გააგრძელეს, თუმცა ესეთი კონსენსუსი თვითონ ექიმებს შორის, რომ რეკომენდაცია მისცენ გააგრძელოს თუ არ გააგრძელოს, ესეთი არ არსებობს. მე მაინც რაც მინახავს, აი პოსტოპერაციულად, რომ აი იმ დონეზე ვერ გაუგრძელებიათ სპორტი, ან დაუნებებიათ თავი, ქნებავთ კისრის გამოგნება წეგა, მაინც საბოლოოდ იქამდე მივდივართ, რომ ამ სპორტსმენმა რაღაცა დააკლო რეაბილიტაციას. ან საერთოდ რეაბილიტაციის გოლი რაღაც დონეზე იქნა უგულებელყოფილი და ეს სხვათა შორის ეხლა გამახსენდა რაგბში არის კიდე ერთი ტრავმა კისრის ნაწილში, ხელმის კისრის ნაწილში, რომელიც ძალიან ხშირად ერევათ თიაქარში და ეშლება. ამას ქვია რაგბში წოდებენ ეგრეთ წოდებულ Stinger burning ტიპის ტრავმა არის, როდესაც აი ლატერალური სწრაფი ფლექსიის დროს ხდება, ან მხარს დაკაჩვის დროს ხდება მხრისნულის კომპრესია. და ზუსტად ფესობრივი რადიკულოპათია ზუსტად რადიკულოპათიური ტკივილი აქვს, არა. არ არის? ნახე როგორი ტკივილი აქვს, ეგეთი ტკივილი აქვს, ოღონ აი ეგრევე გაბუჟება, ეგრევე წვის შეგდება, ეგრევე რადიკულოპათია. რასაც აღწერს, უბრალოდ რამოდენიმე საათში გადის. გადის? ანუ შეიძლება რამდენი წუთში გავიდეს, მაგრამ მაქსიმუმ რამოდენიმე საათში გადის. ზუსტად აი გონიათ რომ თიაქარია და ამ დროს არის უბრალოდ ხრისტნულის ტრავმას ხა ჩემი მეგობარი რაგბისტი მეუბნებოდა რომ მის მეგობარს ჰქონდა ხრისტნულის ტრავმა. თუ ყოლია ეგეთი რომ აი მაგრამ ეგ უფრო რაგბში იქნება, ფეხბურთში არის. ხრისტნულის ტრავმა ძალიან სერიოზული ტრავმა იქნება. ხრისტნულის ტრავმა სხვათა შორის სპორტში შეჯახების დროს, აი მაღალი შეჯახების დროს ხელი გამეთიშა. კი. რამდენჯერ იქნება. ეგა Stinger burning ტიპის რაღაცის და დამიბრუნდებოდა ძალა და უცებდა და ბრუნდ რამდენიმე წუთში ბრუნდება. ჩემ თამაშს რო უყურებდი, ესეთ რაღაცებს შვები და მე უცებ მოდის ისე. კიდე ზუსტად მაგით განსხვავდება და მაგ დროს აი ეგეთი სიმპტომები აქ წარმოიდგინე და 1 საათის განმავლობაში და ემერაი რო გადაუღო არაფერი არ ჩანს საერთოდ. იმიტომ რომ ხრისტნულის კომპრესია უბრალოდ რა. შენ თუ გითქვამს რომელიმე ფეხბურთელისთვის, აი ამ ხერხემის ამ დაავადება ისეთი დაავადებაა, რომ ვეღარ გააგრძელებ კარიერას. აი რა დაავადების გამო გითქვამს, ან თუ გითქვამს ვინმესთვის. თუ ქონია ეგეთი რაღაცა დაზიანება ტრავმა. ეგეთი რამე რომ მეთქვას რომ ფეხბურთს ვერ გააგრძელებ, ეგეთი რამე არ მქონია. თუმცა ყოფილა ეგეთი შემთხვევები, რომ ძალიან ბევრი ვეცადეთ და რაღაც კონკრეტული ტრავმის გამო მაინც სისუსტე ქონდა, დეფიციტი ქონდა თუ ქრონიკული ტკივილი დარჩა. ქრონიკული ტკივილი დარჩა. ინექციას თუ იყენებთ ხო? აი თქვა. კი, რა თქმა უნდა, თავიდან ჩვენ სტეროიდის ინექცია. კი, რა თქმა უნდა, თავიდან აი ყველა აი აქ ჩვენ როდესაც ხერხემლის და სულ წელზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ჩვენთან წელია ძირითადად, ხო? თავიდან ვიწყებთ ეგრეთ წოდებულ კომპლექსურ მკურნალობას. კომპლექსურ მკურნალობაში შედის მედიკამენტები, ინექციის სახით იქნება თუ ტაბლეტირებული სახით იქნება, მოსვენება და ასე შემდეგ. ამის პარალელურად ვაკეთებთ ფიზიოპროცედურებს, რომელიც აი იქ ადგილობრივად ანთების ჩაცხრობას უწყობს ხელს და ხშირად სხვათა შორის ტკივილი უფრო მეტად მაგ დროს განპირობებულია იმ ანთებითი მედიატორებით, იმიტომ რომ ნერვთან შეხება როდესაც აქ დისკს აი იქ ნერვი ღიზიანდება სწორედ იმ ანთებადი მედიატორებით და იქ შეშუპება ხდება და ის უფრო აძლევს კონკრეტული სახის ტკივილებს, ვიდრე თვითონ ეს გამოსული, ასე ვთქვათ, თიაქარი და ამას ვიწყებთ და როდესაც როგორც კი ჩავაცხრობთ ამ ანთებას, მწვავიან პავეფაზას, როდესაც მოურჩებით, უკვე ტკივილი როცა არა გვაქვს, მერე ვიწყებთ სწორედ ამ სპეციალურ სამკურნალო ვარჯიშებს, აი ზოგს გონია რომ ეს დაგჭირდება ვარჯიშები. ესე იგი ვარჯიშს ვიწყებ? მე ვნა, არა. ეს არის სულ სხვა რაღაც. ეს არის სპეციალურ chest out რაღაცა ვარჯიში. პლანკა და რასაც ეძახიან და მთელი რიგი რომელიც მუსკულატურის დავარჯიშს დამჭერილი. ამის მერე ნელა უკვე ნელა დაახლოებით საათნახევარი 2 საათის მანძილზე ვაკეთებდი სპეციალური კისრის და მხრების ვარჯიშებს, არა მარტო კისრის. იგივეა წელიწადს. მხრების ვარჯიშებს და მერე გადავდივდით უკვე ფიზმომზადების წვრთნელთან. ეგ ისე მაგარი არის, გიორგის რო ეგეთისა აკეთებულ თან წვრთნელი არის. თან ისეთ ქვეყანაში ხარ ნათამაშები, სადაც ეს მაღალ პროფესიულ დონეზე არის და პროტოკოლიზირებული და შეიძლება ამის ყველაფერს ადაპტირება გადმოიტანო და თან მით უმეტეს მარტივად შეიძლება მიუხედავად არ ახარ ექიმი, რეაბილიტოლოგი, შეიძლება შენი პირადი გამოცდილება მაინც ამ მნიშვნელოვანია. როგორ ავარ, იცი? მცირე ტრავმებს
ხვდები მოთამაშეებს რო აქვთ და აი მცირე წელის ტრავმებს და იმებს ისე ვასწავლი ვარჯიშებს, რომ არ გვჭირდება ზედმეტი ჩარევები, ასე რომ ვთქვათ რა. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ნახე ძალიან რთული არის რომ რაღაც ურჩიო მოთამაშეს ზუსტად ისეთი რო აქვს რაღაც და რო აი ეს გააკეთე, აბა უკეთესობა თუ გექნება, მე დანარჩენებს გასწავლი. იმიტომ რომ ის პროტოკოლები გავლილი მაქვს და რავი მახსოვს ისე. ხო, ეს პირადი გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს. თუმცა მე მქონდა კონკრეტულად ერთი შემთხვევა, როდესაც გართულდა მოკლედ დისკექტომია რატო გადავწყვიტეთ? აქამდე მივდივართ რა. მოკლედ იყო ესეთი მომენტი, როდესაც წელის ქრონიკული ტკივილები იყო, გადავიღეთ MRI, იქ იყო თიაქარი უკვე ჩამოყალიბებული, თუ არ ვცდები 8 მმ იყო უკვე წელზე. ეხლა კისერზე უკვე 6 მმ ქონდა გიორგის, როგორც ვიცი ხო, ძალიან დიდია კისერისთვის. ეხლა წელისთვის 6 მმ ისეთი კატასტროფა არ არის. როგორც ვიცი. ხო, რაღაც 8 მმ იყო, ქონდა საშინელი ხასიათის ტკივილები და ფეხში გადმოდიოდა უკვე, მაგ დროს ეხა ძირითადად ხო LM4, LM5-ის დონეზე ხდება, ან როგორც C3, C4, ხო, ან LM5 S1-ის დონეზე, ხო? S1-ის დონეზე. მაგას იმით ვარკვევთ, რომ ეხა თუ ფეხბურთში ეხა თუ გარე ზედაპირზე გადმოდის ტკივილი, ეს უკვე LM4, LM5-ია, თუ უკანა ზედაპირზე გადმოდის ტერფამდე თუ ჩადის, ეს უკვე LM5 ეს პირველია. ხო, და აი ზუსტად რაც გიორგიმ თქვა რომ აი ხელში ძალა დავკარგეო, ზუსტად იგივე ვარიანტი ქონდა, იმას უბრალოდ ფუდროპი რასაც ქვია, ხო? მოტორის ატროფიას. ანუ ერთ-ერთი ჩვენება რაც უწერი ახლა და რაზეც მთელი კონსენსუსი რაზეც არის, თუ მარტო ტკივილი აქვს, თქვათ რაგბის არ ვიცი ფეხბურთელს, ტკივილი თუ არის მარტო, შეგიძლია გადაავადო ოპერაცია, მართო მედიკამენტოზურად, ტკივილის მენეჯმენტის თერაპევტი ჩართო, სტეროიდი გაუკეთო, მაგრამ red flag-ი რასაც ქვია, ხო, აი ის რაც ნეიროქირურგმა აუცილებლად მალე უნდა გაუკეთოს, ეს არის რასაც თქვა გიორგიმ თქვა, სისუსტე თითში, პროგრესირებადი ძალის დაკარგვა. თქვა ნებისმიერი ნევროლოგიური დეფიციტი ქვია, თქვა სისუსტე ძალის დაქვეითება, ან თქვა ზურგის ტვინის დაზიანება, ეს არის ან იგივე რაც თქვი კაუდაექვინა, ანუ ჩარჯვის დარღვევა, ან რაღაც სპინტერების მშლა, ეს ნიშნავს რომ სასწრაფოდ საოპერაციო. დანარჩენი სხვა ტკივილი შეგიძლია მართო რა. ესპანელი ფეხბურთელი ყავდა ჩვენ სხვათა შორის დინამო თბილისში, რომელსაც დაერწყო მსგავსი დენები და უბრალოდ აი როდესაც უყურებდა, აი ვეუბნებოდი რომ აი კვადრიცეპსი შეკუმში ვერ კუმშავდა საერთოდ. ანუ სისუსტე ქონდა. სისუსტე ქონდა და მე უკვე აი ეს food drop რასაც ეძახიან, აი უკვე იმის ამოწევა უკვე უჭირდათ, მაგრამ და ნუ აუდგა. კი. გააგზელა? კი. მაგრამ food drop-ი ფეხბურთელისთვის მე მგონი ეგ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. შეიძლება მაგა კარიერა და ხო, მაგრამ ნუ მე ნორმალურად რავი ყველაფერი. ასე ამ რაც შეეხება ხა ამერიკაში ამ ბოლო თქვა ტენდენცია რა არის ნეიროქირურგიულ ჭრიში, აი ხო გეუბნები ერთი სექცია მთლიანად ეძღვნებოდა თან ამ ნეიროქირურგებს ჭიდრო კავშირი ჰქონდათ ნაციონალურ ჰოკეის აი ამ ლიგასთან, ხა მე ჰოკეის ის მოყვარული არა ვარ, თუმცა ესენი ძალიან როგორც ჩანს არა ამერიკაში ძალიან ისეთი პოპულარულია, პოპულარული და ძალიან ფიზიკური სპორტია. შორს არ არის რაგბიდან. არ არის რაგბიდან. ეს ბიჭი ამბობდა ეს ნეიროქირურგი, რომელიც ხშირად ყველაზე მეტად ჰქონდა სპორტს ათლეტებთან, როგორც ჩანს ყველაზე ხშირი კონტაქტი ნეიროქირურგებიდან ამას აქვს ამერიკაში და ეს ამბობდა რომ ახლახანს ყავდა ისეთი ვარსკვლავი ჰოკეისტი, რომელსაც ჰქონდა კისრის თიაქარი. მოვიდა გუნდის ექიმი, ეუბნება ერთ თვეში აქვს სათამაშო რაღაცა ერთ-ერთი სერიოზული, თქვათ, თამაში ამის ამ ვიღაცის პლეი-ოფია ხო სათამაშო. და ისეთი ტიპის ოპერაცია ჭირდება, რომ ერთ თვეში ითამაშოს. დაჟე ეგეც მოთხოვნები არიან გასული. ეგეთ რაღაცას მეუბნება რა ეს. ხო, ძალიან ის მასა. ხო, ეგეთ იმაზე და ამ დროს აი თუ თქვათ ძველი პუბლიკაციები ყველას თითქმის ამ ათლეტს ჰქონდათ ACDF-ი, ანუ ფიუჟენის ოპერაცია, ან მთლიანი დისკექტომია შერწყმა. დღესდღეობით ტენდენცია არის, რომ თუ ამათ ისეთი კარგი კუნთი აქვთ ათლეტებს, სპორტსმენებს, რომ შეინარჩუნონ ის სეგმენტი და ხელოვნური, მობილური, მოძრავი, დინამიური кейჯი ჩააყენონ, რაც საშუალებას აძლევს, რომ სამ კვირაში გაუშვას ეგეთ თამაშზე. და ამ ბიჭმა ნეიროქირურგმა მოყვა TDR, total disc replacement.
გაუკეთე ამ ჰოკეის მოთამაშეს და სამკვირაში ვათამაშე მე და ჩემი მეუღლე და ბავშვები დავესწარით მის თამაშს და ითამაშა და ისიც გაიტანა რა. შაიბაც გაიტანა. ესეთი მართლა არ გამიგია. ხო, რო სამკვირაში მაგის წარმოუდგენელი. ხო, ერთ-ერთი ტენდენცია ეს არის, თუ გინდა რომ გამოწვევა გაქვს რომ მალე დააბრუნო, რა თქმა უნდა იქ არის სელექცია, სწორი სელექცია, ის არ უნდა იყოს იქ თქვა ზურგის ტვინისკენ, არხისკენ გადანაცვლებული, არ უნდა იყოს არასტაბილურობა, ლორდოზის სწორი უნდა კონდეს. აქ არის რაღაც ნეიროქირურგიული სელექციის კრიტერიუმები, თუმცა ერთ-ერთ არჩევნად, ერთ-ერთ ოპციად გაქვს მსგავსი ტიპის ქირურგია, რომელიც მალე გაძლევს საშუალებას და ასევე ახალი ტენდენცია რა არის? დღესდღეობით მინიინვაზიური ჩარევა, ენდოსკოპიური ჩარევა, მით უმეტეს ამ ესენი ახალგაზრდა კონტინგენტია, მათ არა აქვს ძალიან დეგენერაციული ხერხემალი. თუ იქ არის მხოლოდ ფრაგმენტი, რომელიც წვავეთ კიბილს იწევს, შეიძლება ენდოსკოპი ძალიან დამზოგველი ოპერაციის გაკეთება და სამკვირაში მათ შეუძლიათ თუ ენდოსკოპიური, ანუ შენ ენდოსკოპის შემთხვევაში არ ეხები ძლოვან მასტაბილიზირებელ კომპონენტებს, მხოლოდ ფრაგმენტს იღებ. ასევე კიდე ბევრჯერ მყავს ხოლმე, ბევრჯერ მომსვლია ჩემთან ყოფილა ოფისში რაგბისტი 16 წლის ან 17 წლის რაგბისტი, არ ვიცი ვინ უთხრა, თქვა მექიმა უთხრა თუ ვინ უთხრა, რაღაცა თიაქარი აქვს, ისე დიდი თიაქარი არ აქვს. ეხლა ისე თიაქარი შეიძლება გქონდეს, ყველა შეიძლება მეც გქონდეს, არ ვიცი. ნებისმიერ ადამიანს და თქვა ვიღაცამ უთხრა რომ დაანებე თავი და დედა მოყვება ან მამა მოყვება და აი მე ეს დავოდება მაქვს და უნდა დავანებო თავი რა აქვს. ეგ მანდ რა ხდება ხოლმე, რას ფიქრობ? ნუ რავი, ახლა წელის ვარჯიშებს, რასაც წელის ტკივილს, რასაც დათო ახსნის, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება უბრალოდ მოიხაროს, გაიმართოს და წელი ტკივილი დაეწყოს. კიდევ ერთხელ ვიძახ, ჩვენ სპორტში წელზე თითქმის ოპერაცია არ გეთდება. ხო, თითქმის არ გეთდება, კუნთოვანი. ანუ შენ არ ყოლია, არც ესე შენ თანაგუნდელი არც ისი რომ აი ვერ ვიხსენებ. ეხა ოპერაციები ხშირია რაგბში, მაგრამ ვერ ვიხსენებ, რომ აი წელის ოპერაცია, არ ვიცი. ძალიან ხშირია, სხვათა შორის გოლფში. კი, იმიტომ რომ როტაციული რატო ნახე, აი ზუსტად რაც ვახსენე, ფლექშენ და როტაცია. ფლექშენ, როტაცია ფეხბურთში ხდება ერთდროულად. ამიტომ ეს პრობლემები უფრო მეტად წელზე ფეხბურთში არის და რაც შეეხება აი ამას, რომ აი თავი უნდა დავანებო თუ არა ამ მომენტს. ნახე, როგორი მომენტია ჩემ სტუდენტობის დროსაც მათ შორის, როდესაც აი ეს ქერხემლის წელის თიაქარია, ხო? ბევრჯერ მაქვს გაგონილი, რომ რამდენიმე 7 მმ-ია, უკვე 7 მმ და ზევით უკვე საოპერაციოა. პირდაპირ თვითონ ექიმები იძახდნენ. მაგრამ თანამედროვე მონაცემებით, ხო, პირდაპირ აი პროტოკოლში პირდაპირ ეგრე წერია, რომ size of herniation does not always correlate with pain. ანუ სიდიდე თიაქრის არ განსაზღვრავს ყოველთვის ტკივილს. და ეს შეიძლება უბრალოდ მე პირადად ვყავდა გიმნასტი. ან კარგად გასაყიდი არის რატომაც ან შეიძლება ვიღაცა ხო რაღაცა მე პირადად ვყავდა გიმნასტი გოგონა, რომელსაც ჰქონდა წელის 12 მმ და საერთოდ არ აწუხებდა. ეხლა რატო არ აწუხებდა? ეს ერთი რო კუნთები მაგრად გამთავრდა და მე მეორე ის თიაქარი ისეთ ადგილზე იყო, რომ არ აწვებოდა ნევროფერს, ერთ-ერთი და ოდნავ ჰქონდა პარესთეზიები, უბრალოდ პარესთეზიები და იქ ხო ორნაირია მგზნობელობითია და მოტორული ბოჭკოები გადის ხო და ნუ სენსორულს, ესე იგი სენსორულ ბოჭკოებს აწვევს. მეცაც გეტყვი, რა თქმა უნდა მართალი ხარ და არანაირი კავშირში არ არის ზომა ოპერაციის ჩვენებასთან ან რაიმე გამოსავალი. ერთადერთი არის, სად არის ეს, რომელ რას აწვევა და ყველაზე მნიშვნელოვანი კიდე აი რაც ხშირად აი თქვა შემხედრია ხოლმე რაღაც ამ სოციალურ ქსელში ამოუგდია თქვა ან ინსტაგრამში ან სადმე რომ აი ქიროპრაქტიკოსი ან ფიზიოთერაპევტი რაც ამბობს ხოლმე რომ ამბობს ჩვენთან მოხვალთ ან ჩავაჯინე ან გაიწოვა რაღაცა. ნახე რა ხდება 70% ამ თიაქრების ახალგაზრდა ასაკში მით უმეტეს თუ ეს ახალგაზრდა ახალი არის ესე რომ ვთქვათ fresh ფრაგმენტია
ტენდენცია 70% აქვს შევიწროვების რეზორბციის ისედაც პაციენტებს ვისაც არაფერი არ გაუკეთეს დეჰიდრატაცია ხდება არც არაფერი არ გაუკეთეს და გადაუღეს 7 თვეში ემერტე ნახეს რომ შემცირებულია ეს არ არის არც თქვა რაღაცის დამსახურება ძალიან ფსიქოლოგიურად მოქმედებს სხვათა შეხ ფეხბურთელებზე შემილია ეს დაკვირვება გავაკეთე იმიტომ რომ ამდენი ხანია ვაკვირდები ხო ძალიან ხშირად ყოფილა ეგეთი მომენტი რომ აი წელი მტკივა და რაღაცას რო ვეტყვი არა მე მყავს ერთი და ავალ დღეს და ჩამოვალ და რო ვეუნებოდი რას გიქნებს ის ერთი არაფერს არ აკეთებ ჩვენ ტრაქციებს უკეთებს და ატკაცუნებს ამ ტკაცუნით ფსიქოლოგიურად არა და ეს ტკაცუნი არაფერი არ არის უბრალოდ არის რომ სახსახში და სინოვიალურ სითხეში არის მაგაზე შეგვიძლია ჩვენ კიდე ცალკე რაღაცა გავაკეთოთ შემიძლია მაგკუთხით შევადარო ფრანგული და ბრიტანული მიდგომა აი საფრანგეთში ქიროპრაქტიკა ანუ ოსტეოპათიას ეძახიან ფრანგები ძალიან მაგრად არის განვითარებული და ძალიან ხშირი მაგალითად იყო ჩემს შედარებით ახალგაზრდობაში ეს თითი მიბუჯდებოდა. ხო და მაშინ არ მქონდა ამდენი ცოდნა რომ შესაძლებელია ხერხემლიდან ყოფილიყო ეს ტრავმა. ბიჭო ეს თითი მიბუჯდება ექიმთან მივიდა ექიმთან წადი ოსტეოპატთან. რაღაც ცოტა ისეთ შევხედე რა ოსტეოპატთან. მე ეხა მორაგბეები საფრანგეთში ბევრი ვართ ქართველი მორაგბეები და ერთმანეთში ვიცით რომ ის კაინეირო ოსტეოპათია ეს კარგი ოსტეოპათია და დაურეკე ერთ-ერთს და ესე ვიცი რომ ტულუზაში არ კაი ოსტეოპათი შენ იცნობ და გთხოვ ჩამწერე და იმას რაგბისტები მოწონს რაგბისტებთან ურთიერთობა და რო დაურეკე კი ოქაც დღესაღამოსვე მოდიო თვეობით დგება ხალხი რიგში ისეთ ოსტეოპათი აი მივედი და რადონის სპეციალისტი იყო ეხა ეს ოსტეოპათი დამაწვინა მაგიდაზე ფეხის თითებიდან იწყებენ რა წამოყვებიან აქ მუხლი ხო გთქვა კი იმიტომ რომ არასწორად აქვს ჯვარედინები და აი ელემენტარულ რაღაცას არაფერს არ ნახულობს ხელებით მიყვება სულათი არ მოგთხოვა დასმა რამე არ მოგთხოვა ელემენტარულ რაღაცას გრძნობ რომ აი რაღაც თითქოს გადახტა რაღაცა აი ხო წარმოგიდგენთ აი თოკი რო იყოს აქ გაჭიმული და მიმართვავინ მოგწა. ოდნავ გადახდა. მე ახლა როგორც ექიმი ჭირდება. ანუ შენ შეგიძლია მიხვიდე? საფრანგეთში არ ჭირდება. შენიც შეგიძლია მიხვიდე და სხვათა შორის არც დაზღვევა არ ანაზღაურებს ამას. ნუ შენ გადაიხდი და მიხვა. დაზღვევის თემა ამაში. ჩემთვის ახლა რა არის? რომ მე გეტყვი. მედიცინა არის უფასო. ხო. მედიცინა არის ფაქტურად უფასო, როგორც 70% სახელმწიფო გაზღვევს, 30% შენი იზღვევ და ყველაფერი გაქვს უფასო. ამას შენით იხდი და არავინ არ გენაზღაურებს. ხო და აი და მეუბნება რომ როგორც კი გახსნა ამ თვითში გაიარა ეგრევე აი დაბუჟება. აი მომენტალურად თითქოს რაღაც მომეშვა აქედან წამოვიდა და რაღაც მომეშვა. ეხლა სად მიდიღარო მეთქი ტარბში ვთამაშობდი. მაშინ ტარბში მივდივარ 1 საათნახევრის გზა მქონდა ტულუზიდან რა და გზაში შეიძლება წაგეძინოსო და არ გაუწიო. წინააღმდეგო გაჩერდი ცოტა ხანი დაისვენ და მე გააგრძელე გზაო. აი ხო ხტები ახლა ესეთ რაღაცას ისე იღებ რა უნდა წავეძინოს საათნახევრის გზა მაქვს საათნახევარში როგორ უნდა აი რა მართლაც 1-40 წუთის მერე რომ დამაწყები თვალების დახვეჭა მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ხმარის საშუალება მან არ არის ესეთი კონსენსუსი მან არის იყოფა რა აზრები ეხლა ერთმნიშვნელოვნად ჩემთვის როგორც ნეიროქირურგისთვის რა არის მნიშვნელოვანი რომ ქიროპრაქტიკოსი რომელიც არის თქვათ ერთი მოდი ესე ვთქვათ ეს ალტერნატიული მედიცინის ფორმაა, ეს არ არის ვთქვათ მეცნიერებაზე დაფუძნებული, თუმცა მეიოში მაგალითად ველკორნელში შედიხარ კლინიკაში, საუნივერსიტეტო კლინიკაში და ყავთ ქიროპრაქტიკოსი. მიხდე? არის ერთ-ერთი განყოფილება ქიროპრაქტიკის, მაგრამ განსხვავება რა არის? ამ ქიროპრაქტიკოსთან უშვებს ან ნევროლოგი, ან ექიმი ვიღაცა, რომელსაც სურათი ნანახი აქვს. მოსული იყო პაციენტი, რომელსაც გავლილი ჰქონდა ქიროპრაქტიკოსთან ეს манипуляция და ჰქონდა ძლიერი ტკივილი. გადაუღეთ სურათი და ნახეთ, რომ აქ ხერხემლის სიმსივნის გამო quality ანუ ეს ხარისხი ძვლის დაქვეითებული არის და მარტივად შეიძლება მან ნებისმიერ ზეწოლით მექანიკური, თუმცა ის ძლიერი მექანიკური ზეწოლა არის, მოტყდა მალა. შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ ქიროპრაქტიკაზე დიდი მეცნიერული დასაბუთება დღეს არ არის, არის იქ რაღაც პატარ-პატარა პუბლიკაციები, რომელიც თქვათ ამბობს, რომ წელის ტკივილთა მიმართებაში, აქსიალური ტკივილთა მიმართებაში, კუნთის რელაქსირებასთან, ფასეტური სახსრების, მაგრამ ეს არ შეიძლება, რომ
ეს ექიმი, თქვა ან ქიროპრაქტიკოსი სურათის ანალიზის გარეშე მით უმეტეს თუ მიელოპათია აქვს. ისე ზიარ მიელოპათია წარმოიდგინე იქ თუ მექანიკურ შეწოლას გააკეთებ და მე მყოლია იგივე თქვა ამ ქიროპრაქტიკოსგან გამოსული პაციენტი, რომელსაც პლეგია დაემართა და მე ჩვენ ოპერაცია გავუკეთეთ. ამიტომ ეგ სერიოზული პრობლემაა. სოციალებში არის რომ როდესაც აი თან ეუბნება რომ აი ეხა ჩაისვა თიაქარი და არასდროს არაფერი არ ისმევა. თუმცა evidence based რასაც ქვია ეხა ჩვენ ამერიკაში სხვათა შორის არ არის ესეთი კაცრი სტანდარტიზირებული. მაგრამ არის ქვეყნები, მაგალითად სკანდინავიის ქვეყნები, მაგალითად ესეთი კონსერვატორი ქვეყნები, რომელიც ძალიან სტანდარტიზირებული აქვს, რაღაც პროტოკოლიზირებული აქვს რიგი მკურნალობა და იქ თქვა არაოპერაციულ მკურნალობის ხერხემლის არაოპერაციული მკურნალობა, თქვა ყველანი ერთად ავიღოთ ქიროპრაქტიკა, ფიზიო, ასე შემდეგ. სტეროიდს და არასტეროიდზე უკეთეს შედეგი არცაც არ უწერია. სადაც თქვა ჩაატარეს რანდომიზირებული კვლევები, ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, უბრალოდ მე იმის თქმა მინდა რომ განაისრო არა. კი. უბრალოდ სპეციალური ჩვენებით და ყველა ვარიანტში ეს არის ძირითადად მკურნალობის დამხმარე საშუალება და არა ის რომ მთელი რიგი რეკლამირებაა რომ აი ესეთი თიაქარი შემცირდა ამით და ჩავსვიდა ამიტომ შემცირდა არაფერი თიაქრის უკან ჩასმა თავისით შეიძლება გაიწოვოს რა ანუ ტენდენცია ქონდა სტადია წავიკითხე სხვათა შორის ამას წინათ სადაც ეწერა რომ ეს გამოვარდნილი თიაქარი ორგანიზმი თვითონ იმუნური სისტემა აღიქვამს როგორც უცხოს და ფაგოციტოზი მიდის ჩვეულებრივ რაღაცა დროის მერე და ნელ-ნელა მცირდება. ეგ აქვს ჩემთვის ახსნილი რომ ეს თავისთავად მაგრამ მანდ არის შემცირდება ეგრე ორგანიზმს. ახალი სეკვესტრი უნდა იყოს. ხო? აი უკვე ვთქვათ რომ შეხედავს რომ ნახავ რომ 60 წელს გადაშორებულს აქვს გავსი პრობლემა და იქ ისეთი დეგენერაციული ცნობებია ის რომ ტენდენცია ამას შეჭმუხნისკენ გაწოვისკენ კონდეს ნაკლები. შეიძლება ტკივილი მაინც მოიხსნას. კი. ტკივილი მოიხსნას, მაგრამ სურათი 3 თვის მერე გადაიღებ, 6 თვის მერე გადაიღებ, იგივე იქნება, მაგრამ ახალგაზრდას ბევრჯერ აი რაც გქონდა თქვათ კისრის თიაქარი 1-4 კვირა ვიმკურნალე, გადავიღე სურათი და თქვათ უკვე ის იზომა აღარ იყო. მაგრამ ეს სხვა შემთხვევა იყო. იქ თქვათ სხვაგან აწვებოდა. ამიტომ ეს არ შეიძლება ქიროპრაქტიკოსმა თქვათ ნეიროქირურგის გარეშე გადაწყვიტოს. მაგრამ ამას წეღამობდი კიდე ერთი ნეიროქირურგი მყავდა სტუმრად. ერთ-ერთი ქვეყნიდან, უცხოეთიდან და თურქეთიდან. ეს ცნობილი ნეიროქირურგი იყო და ამან თქვა რომ მე ჩემთან კლინიკაში მყავს ქიროპრაქტიკოსი და ოპერაციის მერე კისრის ტკივილი და წელის ტკივილი რომ მაქვსო, ვაკეთებინებო. აი თქვა ხანგრძლივად მიკროსკოპით. ასეთურ სახსრებზე მუშაობს ჩვეულებრივ. და მშველისო რა. კი, კაცო. ხო, ანუ შეიძლება რა, ანუ ფაქტია ხო, ანუ მოდის პაციენტი და ამბობს რომ მიშველა. კი, ჩემ მაგალითშიც ხშირად ყოფილა რომ ოსტეოპატი, ქიროპრაქტიკოსი ტკივილებს მოხსნის და ხშირი შემთხვევა ყოფილა. საფრანგეთში ძალიან მაგრად საფრანგეთში ძალიან გერმანია არ აღიარებდა ერთი პერიოდი და სხვათა შორის მე შეხება მქონდა მიუნხენის ბაიერნის ექიმთან ვოლფგანგ მიულერთან რომელიც არის რავი სპორტული მამა ეხა ასე ვთქვათ. ხო და მასთან საუბრის დროს ეგეთი რამე მითხრა რომ თავიდან ჩვენ არ ვაღიარებთ თვითონ საერთოდ და მას მერეო რაც 2 ფრანგი ფეხბურთელი მყავდა, რიბერი ყავდა და ჩვენ ვინისალნიერი რომელიც ახლა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი. ამის შემდეგ რა ეგ ხო ფრანგები იყვნენ. იქ ხო ძალიან განვითარებული იყვნენ და აი კონტაქტებით უკვე დღეს ესეუნება რომ თვითონ ყავს კლინიკაში ძალიან მაგარი ქიროპრაქტიკოსი. ინგლისში თამაშობდი, საფრანგეთში დავდიოდი ხოლმე. აი ზუსტად იგივე ვარიანტი. საფრანგეთში აბსოლუტურად ყველა უმაღლესი იმიტომ რომ ძალიან მაგრამ მუშაობენ კუნთებზე, სახსრებზე, აი ამაზე და ყველაფერს აი ექიმს უადვილებს ასე ვთქვათ კურნალობას. ხო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ ხო, რა თქმა უნდა, მოლოდინი გაქრო ექიმება რა იციან არიან და ეს ეგ სხვა რაღაცა. ჩამისვა, გამიქრო, თქვათ, ეგეთი მოლოდინი არ უნდა გქონდეს რა. ანუ ეს უნდა იყოს ექიმთან შეთანხმებული, ვიღაც რეაბილიტოლოგთან რეაბილიტოლოგ სპეციალისტთან, ლიცენზირებულ რეაბილიტოლოგთან შეთანხმებული, თქვათ.
ძალიან ხშირია საფრანგეთში, თვითონ რეაბილიტოლოგებს აქვთ გავლილი ეს ოსტეოპათიის კურსი და შესაბამის მანიპულაციებს. მე პირადად აგერ გეუბნებით დიდი სიამოვნებით ნამდვილ ფრანგთან, რომელიც არის ძალიან ძლიერი, გავივლიდი მაგ კურსებს. დიდი სიამოვნებით. გეთანხმები. ჩვენ გვყავს ფრანგი ოსტეოპათი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და შეგვიძლია თანამშრომლობა. ვაუ. ჩვენთან ნაკრებში ყავთ, ნაკრებში ერთ-ერთი წარმატებული ფრანგი ოსტეოპათი არის. აი ეს არის როგორი ოსტეოპათი, იცი? რომ მიხვალ, არ გეკითხება რა გთხოვა. არ გეკითხება რა გთხოვა. რო დაიწყებ ახსნას, არა, გაჩერდი, მე თვითონ უნდა მივიდე იქამდე. და იწყებს ფეხების თითებიდან, მოყვება და ზუსტად ნახულობს იმას რა გთხოვა. მე მაგალითად მაგან მითხრა კისერზე, მანამდეც ქონდა მცირე თიაქარი გაქოს C5-6 იმაში რა. ხო და ნუ მე აღმოჩნდა C5-6-ზე მან დამჭირდა ოპერაცია. როგორ მაგას აი ჩვეულებრივ როგორც ხელა სკოლა და მართლა დიდი ხნის განმავლობაში სწავლა და ძალიან როგორც ხა მედიცინა თითქმის 3 წლიანი სკოლა არის, შორის ბელგიაში არის კიდე მაგარი განვითარებული. ჰოლანდიაშიც. კი. ბელგიაში სკანდინავიის ქვეყნები და არიერობენის ოსტეოპათი. არაღიარებენ, ანუ ზოგი ქვეყანას რაღაცებს არ აღიარებს. ხო. აი მაგალითად, აი სკანდინავიის ქვეყნებში ჩვენი ფეხბურთელები რო არიან და რაღაცაზე რომ მირეკავენ, იყოფილან და მირეკავენ და მეუბნებიან რომ აუ ეს შემთხვევა და მეთქი ფიზიოპროცედურა ის ულტრაგერი თერაპია, ელექტროფორეზით არ აღიარებს. აი ეგეთებს არც საფრანგეთში და არც ბრიტანეთში არ აღიარებენ. არ აღიარებენ. აი უფრო ბრიტანეთში უფრო ამერიკაშიც აი ვარჯიშებით. ბრიტანეთში უფრო ყველაფერს ვარჯიში. აი ტრავმას რომ მიიღებ და რეაბილიტაციას გაივლი, სხვა მოთამაშეებზე ბევრად ძლიერი ბრუნდები მოედანზე. მაგ იმიტომაც რომ რეციდივი არ გამოგივიდეს. იმ ტრავმას ხო გააძლიერე, ხო? დრო რო აქვს, რომ შენ თამაშები არა გაქვს, შეჯახებები არ აქვს. იმდენად გაგაძლიერებენ, დაახლოებით 4 საათის მანძილზე ვარჯიშობ. 2 საათი რეაბილიტოლოგთან, 2 საათი ფიზმომზადების ზუსტად ეგრე. და სხვა მოთამაშეებს შენს გრძნობ რა პირველი 2-3 თამაში სანამ შენს იმ რიტმში გადახვალ, შენს გრძნობ რომ სხვა მოთამაშეებზე ბევრად უკეთესად ხარ ფიზიკურად. ერთადერთი კიდე რაც ამ ის თემა არ არის, თუმცა არაქირურგიულ მკურნალობაში რაზედაც მეცნიერული დასაბუთება არის, ეს არის რადიოსიხშირული აბლაცია ფასეტური სახსრის. ამაზე თქვათ ევიდენსი მეტნაკლებად არის და თუ სწორად აყავს სელექცირებული პაციენტი, სახსრის მაინერვილებელი ნერვის აბლაცია და არა ვთქვათ არის ხოლმე ხშირად შემთხვევებია პოპულარული არის თურქეთში ვთქვათ სადღაც აი ეგვიპტეში და რაღაც ეგეთ ქვეყნებში ოზონოთერაპიას ეძახიან თუ გაგიგებთ ოზონოთერაპია როგორ გამიგია ჩვენთანაც ოზონოთერაპია თითქოს ამბობენ რომ აი შეყავს ინტრადისკალურად და ვთქვათ თერმულ ზეგავლენას ახდენს და შეჭმუხნავს თითქოს არის რაღაც თეორია, თუმცა ამაზე ევიდენსი არ არის და არ არის მეცნიერებაში დაფუძნებული. ამას წინათ ერთ-ერთ კლინიკიდან დამირეკეს საქართველოში და მითხრეს, რომ გვაქვს ახალი მეთოდი თიაქრების მკურნალობის მინინოზიური. მივედი და ნეიროქირურგმა ჩამიტარა პრეზენტაცია, როგორ აკეთებენ ზუსტად ოზონოთერაპიით არა, აი რაც თქვი. რადიოსიხშირული აბლაცია. რადიოსიხშირული აბლაცია ორი სახის არის. არის ინტრადისკალურის და ყველაზე დიდი მეცნიერული დასაბუთება ეს არის სახსრის, როდესაც ტკივილები აქვს და იმის ინერვაციას ახდენ, რამოდენიმე თვიდან, რამოდენიმე წლამდე შეიძლება კონდეს ეფექტი. ხო, მოკლედ ჩამიტარეს პრეზენტაცია და ხო იცი აგარ როგორ შეთავაზება რომ თუ დაგჭირდეთ რაღაცა მზადავარ, დაგეხმაროთ სხვადასხვა ძალიან ისე პროფესიონალურ დონეზე. ასე და კიდე ყველაზე ხშირად რაც სპორტსმენებში გვხვდება და ისეთი მტკივნეული არის, ეს არის ივენილური სპონდილოლისტების ლისთეზი. ლისთე დაცურება რა. ხო, აი, მანდაც ძალიან ბევრი კითხვებია, დაანებουν თუ არ უმეტესად ესენი ვარჯიშით და ოპერაციის გარეშე წესრიგით აგრძელებენ. უფრო მე რაც მინახავს არის აი, როდესაც ეს პირველ მეხუთეზე დონეზია იქ ხო იმპიჩმენტი არის და იმპიჩმენტი არის, ანუ თქვა სპონდილ განუვითარებელია სახსარი და შეადარა სტაბილურობა. მინახავს როდესაც აი თუ აქ წესრიგით შეიძლება. ხო, თავარია. მინახავს გართულებები ეგრეთ წოდებული ჩვენ რასაც საკრალიზაციას და ლუმბალიზაციას ვეძახით, ხო იცი, საკრალიზაცია როდესაც შერწყმულია პირდაპირ უმოძრაო საკრალთან ის და ამის გართულებებიც რა თქმა უნდა და თქვა იმპიჩმენტი. მე ფაქტიურ ლუმბალიზაცია როდესაც
არის, ელმე უკვე ესე იგი საკრომის ეს პირველი ხდება მე-6 წელის მალად და იქ ზედმეტი მოძრაობის და ეს იწვევს გართულებებს. მე მგონი საინტერესო გამოგვივიდა პოდკასტი და ბევრი ადამიანი, პაციენტი, სპორტსმენი თავისთვის საინტერესო ასპექტებს ამ პოდკასტიდან აიღებს. კი, ნამდვილად. მომავალშიდაც იმედი ვიქონიოთ რომ რაღაც საინტერესო ესეთ ერთობლივ ისეთ თემაზე რომელიც სამივესთვის საინტერესო იქნება ვისაუბრებთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დავით. თბილისიდან მოხვედი, გიორგის თამაში ქონდა 4 საათზე, მოიგეს და პირდაპირ ჩვენთან მოვიდა. გილოცავთ. და თუ რაიმეს დაამატებთ გიორგი და დავით? ძალიან პირიქით ძალიან დიდი მადლობა მსგავსი თემის წამოწევისთვის. ძალიან ვისიამოვნებთ პირველად, იმიტომ რომ ყოველთვის ჩვენ გვაქვს აი ტრავმატოლოგებთანაც და აი ნეიროქირურგებთანაც, აი ორთოპედებთან ეგეთი მომენტი, რომ ჩვენ აი სპორტის მედიცინის და რეაბილიტაციის სპეციალისტი და მეორე მხრივ თითქოს რაღაცა ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრები გვაქვს, მაგრამ აი ხა ძალიან სასიამოვნო იყო, რომ აი ხა ნეიროქირურგი და რეაბილიტაციაში ჩვენი მართლა მეცნიერება გაერთიანებს. რა თქმა უნდა, ხო და ამას უნდა მივყვე evidence based medicine. გიორგი ყველაზე კარგად რა ხდებოდა იმაში, უელში და იმაში. რაც არის, იმიტომ რომ იყო დრო, პირდაპირ ვიტყვი რა, იყო დრო, ძალიან ბევრი წლის უკან, როდესაც ეს რეაბილიტაციის მომენტი უგულებელი ყოფილი იყო, სხვათა შორის ნებისმიერ ტრავმებში. მაგასთან დაკავშირებით მინდა აუცილებლად რაღაც თქვა, შენ ახსენე დასაწყისში, ბოდიში შენობით რო გესაუბრებ, მაგრამ დასაწყისში ახსენე რომ 50-50-ია რეაბილიტაცია და საფრანგეთში იძახიან რომ 30-70-ია. რეაბილიტაციისკენ 70. რეაბილიტაციისკენ 70. იმიტომ რომ კარგ ოპერაციას ბევრი აკეთებს, მაგრამ კარგ რეაბილიტაციას ბევრი ვერ აკეთებს. აი ჩვენ სადავთ. კიდე აი ეს ექსტრა კითხვა თუ შეიძლება. მაგრამ შენ შეიძლება მე მეკითხოთ ჩვენ ქვეყანაში ნეიროქირურგები სადახართო შენ შეგიძლია სამწუხაროდ საქართველოში რეაბილიტაცია ბევრად უგულებელ ყოფილია გონიათ ნუ წარმოდგენა ესეთი არის ყოველ შემთხვევაში რომ ოპერაცია გავიკეთე და всё მე კარგად ავარ იმ რეაბილიტაციის მნიშვნელობა იყო შეიძლება დინამოში არის ახლა ესე მაგრამ ძალიან ბევრგან არის რომ ოპერაცია გავიკეთე და всё სამთვეში მე დაუბრუნდები მოედანზე სამთვეში ვერ დაბრუნდები გამორიცხულია ინდივიდუალური ხო ანუ რეაბილიტაცია სადავართ აი საშუალო ევროპულ დონეზე ეხლა უკვე ეს ბოლო ხანებია საქართველოში გაჩნდა რამოდენიმე ძალიან ძლიერი რეაბილიტაციის ცენტრი სადაც ფაქტიურად სრულყოფილად შეგვიძლია რეაბილიტაცია გავაკეთოთ ამბულატორიული არა პირდაპირ რეაბილიტაციის ცენტრი. ხო, ამბულატორიული. ეხლა ჩვენთან სპორტულ მედიცინაში ხა დარჩენა იმდენად ეს უკვე სხვა ტიპის მაგაზე არ აქვს ჩვენ ხსაუბარი. საუბარი, მაგრამ აი სპორტულ რეაბილიტაციას რაც შეეხება სპორტული ტრავმების პოსტოპერაციული რეაბილიტაციას და მე ეს ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მოვიდა უკვე ის დრო და სადაც უკვე აი შეთანხმებულად ქირურგიც, რეაბილიტოლოგიც, ფიზიოთერაპევტიც მერე პლუს მოქმედებენ ერთდროულად და ანუ ის რომ შვილი შეიყვანო სპორტზე და თქვათ კონდეს მიზნები რომ გამოვიდეს პროფესიონალი სპორტი იმის საშიშროება რომ რაღაცა თქვათ რეაბილიტოლოგი, ფიზიოთერაპევტი სწორად განავითაროს კუნთი თქვათ ხო იყო ეგეთი რაღაც მისხოდა ხოლმე რომ აი აქ ვერ განავითარებს მუხლს რაღაცას ეგეთი აღარ არსებობს ეხლაც რა თქმა უნდა არის და ამბობენ რომ აი ეს ჩვენი სპორტის ფეხბურთელები ხარ რომ წავიდნენ საზღვარგარეთ სულ მესმის რომ აი ტრავმა იმიტომ მიიღო რომ აქ არასწორი ხო არ არის მართალი არა თან ის რომ დავაკვირდეთ ეხლა ის ტრავმები არის სუფთა მექანიკური აი შენ რა სიტყვი ხო შენ ხო შეგიძლია უკვე ანალიზი გააკეთო, უელსი გაქვს, საფრანგეთი გაქვს და საქართველოს აქვს წვნელი ხარ. როგორ არის, იცი? რთული არის ჩემთვის ცოტა ანალიზის გაკეთება, იმიტომ რომ იქ მე ისეთი დონის გუნდებში თამაშობდი, რეაბილიტაციის ცენტრი თვითონ მოედანზე გქონდა. ვა. თავის ყველანაირი მოწყობილობით, თუ რაღაც განსაკუთრებული ტრავმა არ იყო, ფინანსები რამდენი გაქვს და რა მუხლის ოპერაციის მერე ვთქვათ წელის ოპერაციის მერე ეს რეაბილიტაციები კუნთის გაგლეჯვის შემთხვევაში მსგავსი რეაბილიტაცია მოედანზე ტარდებოდა და ყავდა აი ბრისტოლში რომ თამაშობდი 12 რეაბილიტოლოგი ყავდა 12 რეაბილიტოლოგი ყავდა გუნდში ერთ გუნდში ჩვენთან ერთი 10 წლის უკან დაახლოებით რო გენახათ აი გუნდში საფეხბურთო გუნდში ხო ექიმი და ორი ფიზიოთერაპევტი.
ამ ფიზიოთერაპევტების ფუნქცია ფაქტიურად იყო მასაჟი. ეხლა იმის შემდეგ, რაც სამედიცინო უნივერსიტეტში კათედრა არის, ფიზიოთერაპიის კათედრა, უკვე ჩამოყალიბებულია, სადაც უკვე ფიზიოთერაპევტები, ამის შემდეგ უკვე ეს ფიზიოთერაპევტები უკვე სრულფასოვნად ერთვება და უკვე გუნდში ჩვენ გვყავს ექიმი, ფიზიოთერაპევტები და რეაბილიტოლოგიც. მაგარი. აი საერთაშორისო რამე თქვათ პლატფორმა რაღაცა თქვათ ორგანიზაცია არის, სადაც თქვათ რეალის რეაბილიტოლოგი, დინამოს, ესენი ყველა ერთად იკრიბებით და რაღაცა ჩვენ UEFA-ს თვითონ ევროპის ფეხბურთის ასოციაციას ყოველ 2 წელიწადში აქვს ძალიან დიდი კონგრესი, სადაც ყველა გუნდიდან ჩამოდიან ექიმები და რეაბილიტოლოგები და რაღაცა ინფორმაციის სხვაგან ეს ხდება, ეგ გამორჩულია. უბრალოდ იქ რა ხდება, ნახეთ, იქ არის რომ ყველა თავის кейსებს რა ყოფილა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, ახლა დავუშვათ უეცარი კარდიული სიკვდილიდან დაწყებული, მოკლედ მინდორზე ყველაფერი განხილვა მიდის და იქ რაზე ემწყდება იქ მეგული რომ ნახეთ, აი ისეთი ახალი აპარატურები არის შემოსული აღდგენითი საშუალებები, ხო, ისეთი აღდგენითი საშუალებები და ეს ფირმები იქ არის შოურუმი და ისე გვთავაზობენ და რაღაცებს აქ რომ მე დიდხანს ვანდობებ როგორ შეიძლება უცებ ყველანაირად და ანუ ეს მომენტია უბრალოდ თორე ანუ ჩვენ თვითონ აი ცოდნით არავის არ ჩამოვარდებით, უბრალოდ ის ტექნიკური საშუალებები ბევრი რაც არის, იქ უფრო მეტია და ხელმისაწვდომია რა თქმა უნდა, მაგრამ ნელა შემოდის ეს ყველაფერი, ეს კულტურა ჩვენთანაც ასე რა ვთქვათ. მაგარი. ასე რომ საბოლოო რეზიუმე რო გავაკეთე ჩემი მხრიდან, იქნება ის რომ ხერხემლის დისკის თიაქარი არ არის განაჩენი და ამის გამო სპორტსმენმა, ასე ვთქვათ, თავის კარიერის გაგრძელებაზე ხელი არ უნდა ჩაიქნიოს, იმიტომ რომ ყველაფერი არის მოგვარებული თუ პროფესიონალურ ხელში მოხვდები და პროფესიონალურ რეაბილიტაციას გაივლი. ჩემი რეზიუმე ის იქნება, რომ კარგია წონებით ვარჯიში, მაგრამ აი მცირე პატარ-პატარა კუნთების განვითარებას, ხერხემლის, პახების, ასე ვთქვათ, დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ, რომ მსგავსი ტრამვის წინაშე არ დავდგეთ რა. შეგვიძლია ეს არის პრევენცია, რაც უფრო ძლიერია კუნთი, მით უფრო ნაკლები არის დატვირთვა სახსარზე და ფანტასტიკური რეაბილიტაციის ერთ-ერთი ზუსტად მიზანიც ეგ არის, რომ არა მარტო დააბრუნო ის ტრამვირებული სპორტსმენი, არამედ პრევენციაც გაუკეთო იმისა, რომ მომავალში აღარ დაემართოს. თქვენ რასაც საუბრობთ, ეგ ყველაფერი მე საკუთარ თავზე მაქვს გადატანილი და გამოცდილი. მართალია. მაგიტომაც ხართ აქ. მე რასაც ვიტყოდი, მე ვიტყოდი, რომ როგორც ნეიროქირურგი, მით უმეტეს თუ ათლეტს და პროფესიონალ სპორტსმენს უკეთებ, ძალიან თუ არ გექნება, თქვათ, რეაბილიტოლოგის მხარდაჭერა, ჩემი აზრით, არც უნდა გავუკეთო ამ ესეთ პაციენტს ოპერაცია, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ როგორც პრეოპერაციულად, ასევე პოსტოპერაციულად ეს სხვაგვარად მიუდგე და ეს არ არის იმ ტიპის პაციენტი, რომელსაც თქვა ცხოვრებაში არ უთამაშია გოლფი, თქვა კალათბურთი და ფეხბურთი. ეს სხვა ტიპის პაციენტი არის და აუცილებლად ეს ერთობლივად რეაბილიტოლოგთან ერთად უნდა განიხილო, თქვა სამოქმედო გეგმა, როგორც პრე, ასევე პოსტოპერაცია. შესაბამის დატვირთვა. და მინინვაზიური, რაც შეიძლება პირველი ეტაპზე დღესდღეობით ტენდენცია ეს არის, ამას დავამატებ, რომ ძალიან პატარა განაკვეთით და ყოველთვის ფიუჟენის, ანუ სტაბილიზაცია, თქვა მეორე ოპერაცია ყოველთვის რეზერვში გექნება. და შეიძლება თქვა კარიერა გაუხანძლიო, რამოდენიმე წელიწადი ათამაშო და მერე თქვა რეზერვში ის ოპერაცია გექნება, იქიდან კიდე რამოდენიმე, ანუ ამ ტიპის მიდგომა არის ჩემი აზრით დღესდღეობით რეკომენდირებული, თქვა პროფესიონალი და ათლეტისთვის. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. შენ და შენს მომავალ მაყურებელს.